კომპიუტერსაც რუტიღა დარჩება. აუ კიდე გაიღო კა. რვინც აღებს ატო არ აკეტავს მე. გამარჯობათ. თმის აი ამას. ვინმე შემოვიდა თუ ქარმა გააღო. ორას ჯერ დაკეტა კარები. ესეც ეს. გამიშრა თმა. თუთა ნესტიანი მაქვს, მაგრამ არა უშავლა. გარეთ მაინც დავდივარ. ჟერჟერობით. ზოგადად სადმე რომ მივდივარ ხოლმე სადაც 1 საათით ადრე ან 2 საათით ადრე ვბანაობ ხოლმე რომ თმას მე კარგად იმას შვები რა ვიყენებ. ხო და. ეხლა ადრე მომიწია. რომელი საათია? 9:04-ის. და ჯერ ადრეა გამზადება, მაგრამ რაც საქმე მაქვს ის უნდა დავამთავრო, მოდი აქ. ვერა ვიყავი. სარეცხი მინდა ერთად ავიღო. ნინო, ორი ნასკი გამოვარდა და მიდი რა იქ დაბლაყრია. მანიკური გავიცალე და მეთქი რა არა მელი რამე ღია წავისო. ხო აი აქ დაალაგე. ხო და ისა. რა წავისო მეთქი რომელი მანიკური თქო რაღაც და დავინახე ერთი ღია მანიკური დიდათ არ ხმარობ რაღაცა ბაცი ფერია რა ძალიან და გაურიე 1-2 წუთი ცოტა 10 ტონ ჩავასხი გასქელებული იყო. გადაგდებას მეთქი აბა ვცადო თუ გამო. ხო და ჩავასხი 1-2 წუთი კიდე ისა. წითელი მანიკურა მივიღე ეს ფერი. რაღაცნაირი ვარდისფერი. ხო და მე ვიცმევ დღეს რომელ კაბას აი ამას. აი ამებს ვიცმევ ფაქტიურად და ესენია ჩემი მანიკურები. ცოტა აცდა, ცოტა ღიარო ყოფილიყო უფრო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არა უშავდა. კარგად არ გაიხსნა. აი ნახეთ. და აღარ ვაჯანჭყარე რა, სადამ აქ მე შენი ნერვები. ნახეთ. ანუ ზედ რაც იყო ზემოდა რაც იყო ის წავის მარტო და ეხლა ცოტა ესე გვერდულად დავდებ და ცოტა შემოიშლება. ავალაგო საწოლი ხარ თუ რაღაც დროს ალაგება არის დავდებ და უპაროთ ლაშას იკევი ჟუვაჩკა მე მაქვს ძალიან ცუდი ჩვევა ყლაპა ძალიან იშვიათად მას შევწევს მაგრამ გადაგდების მაგრამ ყლაპა ძალიან სისულელე სამოხ მაგრამ ეგრე ავალაგო ეს დეზარება იყოს ახლა ვინუღურე ვინს თქვა დაბლა არ გვინდა ჩასვლაო ვინს თქვა ეგ ჭერა არ გვიწევსო გვიწევს აი სულ ჩავიტანო და დავცალო Yes. That's it.
ჩავაქრო ეს. აუ ნინო ის შემოიტარა ბუერა როა აბლაბუდების და აი აქ გამავიწყდა ჩამოვება. აი აქ და ჩამოიღერა. მიდი შემოიტანე. 4 საათია ზუსტად 1.5 საათი რომ დავალთო და დავიწყებ მომზადებას. ან ჩვენ ყველაფერი მზადთა. всё. იმის მტვერსასრუტის ის დავცალე რა ქვია. სად ხარ? ფილტრი რა. და ესე იგი ყოველ დღე რომ დაალაგო. სად პოულობს ამდენ მტვერს არ ვიცი, აი ყოველ მესამე დალაგებაზე. თუ არ მოხსენით ფილტრი და არ გაუკეთე, დაცალე და ისე არ გაუკეთე და ისე არ დაიწყე, შანსი არ არის რა, ანუ არ იღებს კაფე. იმდენად ვიდნავს იმ ფილტრის ბუბკას. ცოტა დავაგზავნო, თორე გავიწელე. აქ ჩამოღებული მაქვს. მარა კონტროლი მაინც გაუკეთე, იმიტომ რომ აბლაბუდა ხო ისეთი რამეა. რომ მორჩები და ნიტრიალდები იმ ადგილას ისევ გაკეთებული იქნება არ არსებული. აჰანი, შეგიძლია წაიხვან მოიცე იონეს ოთახში თუ დამრჩა რამე. გადავავლო თვალყური. ობას. ეს არ არის. ეს არ არის. არცაკარი. აი, აქ ჩემია. დე, კი არაო. აბა, როგორ არაო? გაცდაბალი შუქი არიან. თვალთ დამაკლდა მე. იდე. თლათ. თქვენ ოთახში შევიჭყიტები ბარემ და ეგ არის. ხარჯია რა. აი, შემოუვალეთ. სულ ყველას. ხო არ არის, მაგრამ რავი, აბა არ არის თუ ვერ ვხედა ვერ ვიგე. აქ არ არის ეს ბარბარი დაალაგა. ოჩახში. ოჩახ დამბლა. აბა აქ. აბლაბუდა. როგეზარება მისვლა. არა. ძალიან კარგი. შეგვიძლიათ ამაპატარავთ და მივცეთ პატრონს. უი მართლა. აჰა ნინო ეს წაიღე ისევ და მიაყუდე. წავან მოვიდა შეტყობინება. იმასთან დაკავშირებით რომ აი სუსუ ადრე რომ დავით და ნუ ვიდეოების ჩაწერა რომ დავიწყე. ვცდილობდი ხოლმე რომ ყველასთვის გამეცა პასუხი რა, სულ ყველასთვის. ხა და ისა, ანუ ნებისმიერ მარტო დაგულება არა, გამეცა რა პასუხი და მე ძალიან გაძნელდა, იმიტომ რომ მაყურებელი რომ მოემატა, კომენტარებიც ძალიან მოემატა და უბრალოდ ძალიან რთული იყო, რომ ერთ ვიდეოზე თუნდაც 40-50 ადამიანს გასცე პასუხი რა, დაგულებით რაღაცით, ხო და იმის შემდეგ თან ახლა ხო იცი ვიღაცას რაღაცა აინტერესებს, სულ მინდოდ უფრო მიადვილდებოდა რომ მაგალითად რაღაცა ინფორმაცია მეორე ვიდეოში მეთქვა თუ ვინმეს რამე აინტერესებდა ხოლმე და ბოლოს უკვე რომ ანუ ძალიან ბევრი ხალხი იყო და რაღაცა 1-2 წელია უკვე თუ კითხვას არ შეიცავს კომენტარი ვაგულებ უბრალოდ რომ ფიზიკურად ძალიან ძნელია ყველას ვერ უპასუხებ ხო ანუ პასუხსაც ხა ვერ გასცემ ხა რაღაცა რო კითხვას არ შეიცავს და ვიღაცა რაღაცას გეუბნება უბრალოდ უნდა დააგულო იმის ნიშნად რომ შენ ეს წაიკითხე და ემოცია გამოხატე ხო და იყო კიდე რომ კითხვა შეიცავდა უბრალოდ ახსნაც ძნელია ხოლმე წერით რა აი თქვენ ყოფილა რომ გიჩვენია ადამიანს დაურეკო და უთხრა ვიდრე მესეჯები წერო
ხო და წაღან შემოვიდა შეტყობინება, რომ ანუ YouTube-მა დაამატა კომენტარების სახით, რომ ხმოვანი შეტყობინება ჩააგდო. ანუ აბა თქვენ ჩემთან არის ეს ფუნქცია და ვნახე და შემეძლო, უბრალოდ არავისთან არ დამიტოვებია კომენტარი და აბა თქვენც ნახეთ. კომენტარის ველი სადაც არის და სადაც კომენტარი უნდა დაწეროთ. სუსუ მარჯვნივ უნდა იყოს აი ესეთი როგორც კარდიოგრამა ეგეთი ნიშანი რა. ხო და იმაგას რო დააწვევით რომ იმას იზავთ ამოგივარდებათ რა ის ხო იცი აპლიკაციას რო უფლებას აძლევ წვდობას რო მიკროფონზე და რაღაცა იმაგას რო დაეთანხმებით მე უკვე გაძლევთ იმის უფლებას რომ ხმოვანი შეტყობინება დატოვოთ ანუ კომენტარის სახით და აბა დატესტეთ თქვენც და დაწერეთ თქვენთან თუ ჩანს ეგ რაღაცა რა და ამის შემდეგ ჩემთვისაც ძალიან ადვილი იქნება ელემენტარული ხარ რაც ერთი წინადადება წამში თქვი იქ ერთი წინადადება უნდა აკრიფო მე რაღაცა შეგეშლება მე რაღაცა მესე ის ციფერბლატი თუ რაცა ქვია ისა ის შეგიწვით და წაშალვა ხელიდან და გაასწორო ხანარი რომ ბოლოში რო გახვალ წერას არც ამოწმე ფრას წერ და სულ შეცდომით გიწერი რაღაცა რამდენი ყრამე ყოფილა და ეგ კაია რა ძალიან ადვილი ფუნქცია და ძალიან გამიხარდა თუ ეგ თქვენთვისაც იქნება და ძალიან მაინტერესებს კომენტარის სახით თუ აბა სცადეთ თუ დაწერთ ანუ კომენტარს კი არ დაწერთ ხმოვანის ჩაწერის უფლებას თუ მოგცემთ ანუ მე იქ წითელი დიდი ღილე გამოჩნდება და ხმოვანის ჩაწერის დროს უნდა გეჭიროთ ხელი რა და რო აუშვათ სავარაუდოდ გაიგზავნება ანუ მეც არ გამიკეთებია მაგრამ ჩემ ტელეფონში რომ დავუშვი და ნება მივეცი მიკროფონზე წვდომის ამომიგდო უკვე შემეძლო რომ ის მეკნა ხო და თქვენც დატესტეთ და მეც დაგიბრუნებთ პასუხს ესე 5 საათი დაიწყო ეხლა ცოტა რაღაცებს აიმეებს დავკეცავ რაღაცა ისეთებია რომლებსაც გაუთხოვება არ უნდა დავკეცავ და სადღაც 5 საათისთვის დავიწყე მომზადება დიდად მომზადებელი არაფერი მაქვს ანუ აიჰუი და რაღაცა მაკიაჟს გავიკეთებ უბრალოდ დასწველი ვიცი რაც უნდა ჩავიცვა ფეხსაცმელებსაც ვიცნობ ჩექმებს ეგრე საყურეთ ალბათ ამებს გავიკეთებ იმიტომ რომ ესე ძალიან მომეწონა ძალიან საყვარელი იყო და ვერცხლისფერი ხომ მე ძალიან მომწონს ხო რა შეიძლება კი კერძ ძალიან კითხეთ რომ კერძ რა ანუ ძალიან გიმბირი ხარ ხო აი იმდენად მომეწონა რომ ზუსტად ვიცი ხარ რომ სანამ წავალ ერთ ჯამს კიდე ოღონდ დავაბლენდერებ და ისე შევჭამ ჯანსაღი კერძია რაც მთავარია აი ჯანსაღი რა ასე თების გაშრობა ვნახოთ არ არის მშრალი თები არ არის მშრალი ამიტომ ეხლა ერთხელაც მომიწევს დაბლა ჩასვლა რომ კარტოფილი მიდგა გაზზე სავარაუდოდ ბიჭებმა თევზი უნდა ჭამონ ხო და კარტოფილი მომახანილი ისა ბარბარემ დაუდგა ნახა უბრალოდ რა ჩაიხარშოს და იმას ვიზა ამოელა ჩემს საქმეს ესადენ ხელმოწერები აქ რეზო ჭანიშვილი ნუგზაჯიქური ერეკლეს საღლიანი მიყვარს ეს კაცი გიждები ამ კაცს ეკატერინო გოგიკეს ზაზამჟავანაძე ერეკლე ჩვენი სოფლის ძალიან ხშირი სტუმარია არც ერთი ღონისძიება არ ტარდება ხოლმე რომ ერეკლე საღლიანი არ იყოს ჩვენთან მარტყოფზე და მარტყოფელ ხალხზეა შეყვარებული ეს ადამიანი და მე ზოგადად სანამ აქ მოვიდოდა და სანამ ესე მასშტაბურებად ამნების ღონისძიებები ჩვენთან ხშირად იმართება გვაქვს ბედნიერება მოკლედ იცით თქვენც და თქვენს თვალყურს მადევნებთ ხოლმე და ესას აი სანამ ესე დაიწყებოდა ესე მოსვლას ხოლმე და რაღაცა ძალიან მომწონდა მაგისი ტემბრი ხმის რაღაცა ის სვანური მაგარი ჯიგრული ხო დაგაც რო ხედავ ხოლმე ძალიან მიხარია დავიდი კაია თქვენთან მაგრამ მე ვიმზადო ხალხო მე ვიმზადო ცოტათი აბა კაი დღე ყველას